მოგესალმებით ჩვენო მაყურებელო, ჩვენ ვიმყოფებით დათა ბიჭთან, მის ოთახში. მოგესალმებით დათა. მოგესალმებით. აქ კი ყავს დათას დედა, სოფიო, მოგესალმებით. რომ გვითხრათ დათას შესახებ ერთი-ორი სიტყვა. ჯერ გეტყვით, რომ საიდან წამოვიდა დათა ბიჭი. დათა თავის თავს ეძახის, რას ეძახიდე? ლურჯი ბიჭუნა. ლურჯი ბიჭუნა. და თავის თავს აღიქვავს ლურჯ ბიჭუნად. მოგეხსენებათ, დათა არის აუტისტური სპექტრის მქონე. დათა 6 წლამდე საერთოდ არ მეტყველებდა. 6 წლიდან დაიწყო მეტყველება და მეტყველებასთან ერთად, რაც აქვს განვითარებული, ეს არის ხატვა და ძერწვა. დაკავებულია მთელი დღის განმავლობაში ხატვით. იხატავს კომპიუტერიდან იმ გმირებს, საყვარელ გმირებს, რასაც უყურებს და ნახატების მერე ძერწავს. ქონდა უკვე რამდენიმე პერსონალური გამოფენა გაყიდვა. TikTok გვერდზე დათა ბიჭი არის ძალიან პოპულარული, ყავს ძალიან ბევრი გამომწერი და თავისი შემოსავალი აქვს, რომ ვთქვათ ესე, გამოფენა გაყიდვებზე ყიდის თავის ნამუშევრებს, აკეთებს ფიგურებს, მულტფილმის გმირებისას და ეხლა ახალი გატაცება აკეთებს კალმებს. და რადე? ამბანი და რიცხვები? ხო, ამბანს, რიცხვებს, რომელიც თავისით ისწავლა იმანდედან, კითხვა და წერა რო ძერწავს, იქიდან იზეპირებს და ალბათ მერე თვითონ განახებთ, რას აკეთებს. რა შემოქმედება აქვს, გამზადებული აქვს, რომ დაგათვალიერებინოთ. დათა, თუ შეიძლება შენს ნამუშევრებზე რო გვესაუბრო. ღორი. ეს კალამია, ხო? ეს რა არის? ღორი. არა, რა კალამია. კალამ. კიდე რას ძერწავ? სადამთრო? ანუ ეგ რა არის? კალამია. კალამია. კიდე რას აკეთებ მაგით? ანკილოზავრი იმარკერი. ყველა არ ჩამოთვალო. ყველა. აი, ეხლა შენ მოუყევი, რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაში? რას აკეთებ? აბა აგვიხსენ. სულ სიტყვები. სიტყვებს რას აკეთებ? აფრიკული ცხოველები ანუ გარევი. ხატავ. კიდე რას აკეთებ ხატვის გარდა? ზვიგენები. ზვიგენებს. ეს გავიგე, მაგრამ ხატავ და კიდე ამებით ძერწავთ. ძერწავ. რომელი უფრო გიყვარს, ხატვა თუ ძერწვა? ორივე. ორივე. დათა, რომელ სკოლაში დადიხარ და მე რამდენი კლასში ხარ? პირველში და მეშვიდეში. კლასში. რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად? საგანი ყველა. ყველა? დათა, წეგან შენმა დედიკომ გვიხსენა, რომ ძალიან პოპულარული ხარ სოციალურ ქსელებში და სკოლაში რამდენად გიცნობენ? გაქონია მანდ ბევრი გამოფენა? მეგობრები თუ გყავს? ხო, ყავს. ძალიან. ქონია გამოფენები სკოლაში? კი? კი. დაბლა ქუჩაში. ქუჩაში, გარეთ, ანუ. გარეთ. ცნობენ სკოლაში ბავშვები. რას გეუბნებიან? როგორ ახარო? როგორ ახარო? ეხლა მე მინდა გაჩვენოთ დათას ნამუშევრები ძალიან მცირე ზომის. აი ნახეთ, ესენი არის თავის თავი. და ეს არის მოქმედებები დათა რას აკეთებს? ეს რა არის, დედა? კითხულო. კითხულობს. ეს ვიჭერ. წერს. ეს რა არის? ავიდე კიბეზე. კიბეზე ავიდა. ეს რა არის? ფიქრო. ფიქრობს. ეს ტუნაობს. ზივა. ზის. ჭამ. ჭამ. ცეკვა. იტყო. აცხო. წიეს. წიეს. დალევ. სვავ. სვავ. იდინებ. ცურავ. ფიქრო გონი. ეს რა? მინგე. ღერის
აქ არის. აბა, თავის სახელი ეს. შენი სახელი? ხო. გაიტანს. გაიტანს. დაწმენდა. წმენდა. ესენი რა არის დე? აფრიკულიანი ცხოველით. აფრიკული ცხოველები. ხო, სპილო და ეგა. აქ აქვს მაკეტები ჯერ. ეს მაკეტები და ეს ჯერ ხატავს და მე იმისი მიხედვით ძერწავს. ხო. ეს რა არის? კამეჩი. ეს შიმპანზე. ბანგო. გეპარდი. და ამას აკეთებს ყველაფერს წამებში და პლასტელინს ამუშავებს პირში. მოწყვეტავს პირით და პირში ამუშავებს. თბილისში ამურა ჩამოკიდებული. ამას გახდეს ვამპირი არის. ხო და მე გახდება ვამპირიო. აი ეს პატარა, აი ნახე. ბაბუნი. ესეთი პატარა ნაწილები რაც არის სულ პირში ეს ატრიალებს. ქვია ბაბუნი. ბაბუნი. არბილებს ალბათ. ხო, ალბათ. ბაბუნია გონი. დათა ძალიან საინტერესო ნამუშევრებია მართლაც. აღფრთოვანებული ვარ და სოფიო, 1-2 სიტყვით რომ გვიპასუხო კითხვაზე, თუ ან რა გზა გაიარა, სანამ ამ ყველაფერს დაიწყებდა დათა. დათამ და თავისთავად მე ძალიან რთული გზა გავიარეთ. დათა ის დათა არ არის, რაც იყო, აი რადიკალურად შევცვალეთ ძალიან დიდი მუშაობის ხარჯზე, რასაც ქვია. დათა იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნა, რომელმაც არაფერი იცოდა. არც წერა, არც კითხვა, არც ხატვაზე და ძერწვაზე არ არის ლაპარაკი, იყო არაადეკვატური ბავშვი, რასაც ქვია, მაგრამ დათა შევცვალეთ და დათა წარმოიდგინეთ უფრო ამშვიდებს ალბათ ეს გაკეთება და სხვა. თავიდან იცით როგორ დაიწყო? ყველაფერს ერთად ურევდა, გამოიყვანდა შავ ფერს. და აი მიმსგავსებულს აკეთებდა და ეს იყო ალბათ 1-5 წლის წინ, წარმოიდგინეთ პატარაობიდან და ნელა-ნელა დახვეწა თავისით. ოღონდ ეს ყველაფერი კომპიუტერიდან დღესაც მულტფილმებს ჩართავს, დააპაუზებს და იქიდან იხატავს და იქიდან ძერწავს. აი უყურეთ, აი მაგალითად, აი უფრო შემეცნებით რაღაცებს და თან იქიდან სწავლობს. ჩვენ ფსიქოლოგმა არ აგვიკრძალა ტექნიკის მოხმარება, იმიტომ რომ იქიდან სწავლობს. რო ესეც რო ავკრძალოთო, საერთოდ არ დაიკარგოსო თავის თავში, ჯობიაო გამოიყენოს ესე მიზანმიმართულად. აი დაიკარგება. ძალიან ემოციურია, რასაც თქვენ ყვებით და თუ შეიძლება ერთი კითხვა რომ დაგისვათ, სანამ ამ ყველაფერს დაიწყებდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მეგობრებთან? ძალიან ნერვიულობდი პირველ კლასში რომ მიდიოდა, იმიტომ რომ დათა იყო აი თავის თავში ჩაკეტილი. წარმოგიდგენთ ბავშვი რომელიც არ მეტყველებს, არ გისმენს. ეხლა დედას რა ფიქრები ექნება, რა იქნება, მაგრამ შეხვდა ძალიან მაგარი დამრიგებელი, ყოველთვის აღნიშნავს არის მზია ონიკაშვილი. და კლასიც რა თქმა უნდა, თვითონ მშობლებზეც არის დამოკიდებული. მე ერთი წუთი არ მიგძვნია ის რომ ან ბულინგი, ან თუნდაც მასხარად აგდება, ან პირიქით დღესაც ყველას უყვარს, ძალიან გვერდში გვიდგას კლასი. და ყოველთვის მადლობას მოუხდი ხოლმე მშობლებს, რომ ვნახავ, რომ აი ესეთი გვერდში დგომისთვის, რომ შეხვალ კლასში, ვერ იგრძნობ თუ კლასში ხყავთ ისეთი გამორჩეული ბავშვი. ბაღში, ეხა ბაღში სიარული არ უყვარდა, იშვიათად როგორ დავდიოდით დღეში 2-3 საათი, მაინც დავდიოდით. არ უყვარდა, იმიტომ რომ უნდა დაეძინებინა და დღესაც არ უყვარს. დათა იძინებს ღამის 4-5 საათზე და დილით 7 საათზე 8:30-ზე ჩვეულებრივ და ყოფნის ისეთი დგება, გეგონება კაი გამოძინებული. ბაღი მაგიტო არ უყვარდა და სკოლაში კიდე აღნიშნავ, ერთს ვიტყვი, რომ მე კი არა მარტო ნებისმიერმა მშობელმა ესეთი ბავშვის დედებმა არ დამალო მდგომარეობა. მე რომ მდგომარეობა დამემალა, თუნდაც მე არ მიღიარებინა ჩემი შვილის ეს სიტუაცია, დღეს დათა ესეთი არ იქნებოდა. მე რომ მივედი სკოლაში, ყველა მიცოდა, ყველანაირად საბუთებით იყო თუ ფსიქოლოგიურად იყო, ყველა
ყველაფერით მომზადებული მივედი და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მთელი სკოლა მასწავლებლები ჩაებდნენ იმაში, რომ დათა განვითარებულიყო. ხო, სხვანაირად გაიგებდნენ. კი, სხვანაირად. სხვანაირად მოვდგებოდნენ. ყველასთან ვიძახი ხმამაღლა, პატარა დიაგნოზის გაგებიდან მე ვსაუბრობ, რომ დათა არის აუტიზმის. ყველა მშობელს ვეუბნები, რომ არ დამალონ, თუნდაც რომ თავისი შვილის წინსვლა, თავისი შვილის განვითარება მოხდეს, უნდა ხმამაღლა თქვან და აღიარონ ბავშვის დიაგნოზი. რატო არ მალავებ? იმიტომ რომ არ არის, რატო უნდა დავმალო? არა. მე ვერც წარმომიდგენია დათა ბიჭი იყოს ჩვეულებრივი განვითარების ბავშვი. იმიტომ რომ მე ამაყი ვარ დათას დედა რომ ვარ. თქვენ მართლა ძალიან საინტერესოდ გვესაუბრეთ და ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ესეთი რთული გზის გამოვლა. იმიტომ რომ თითქმის ყველა მშობელს უნდა რომ სხვანაირად განვითარებული ყავდეს შვილი. ვინც რას ურჩევდით სხვა დედებს, რომ ესეთი ძლიერი გზა გამოიარონ? პირველ რიგში თავისი თავი ხელში უნდა აიყვანონ და გაძლიერდნენ. დედა თუ ძლიერი არ იქნება, დედა თუ ჯანმრთელი არ იქნება, თავისთავად შვილიც არ იქნება. მე ჩემი ცხოვრება გადავდე, გვერდზე გადავდე და დღესაც ვცხოვრობ დათას ცხოვრებით. მივყვები დათას ცხოვრების დინებას. და ყველა მშობელს ვურჩევ, რომ პირველ რიგში მიიღონ თავისი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. თუ მშობელმა არის, მიიღო, სხვა სულ ვერ მიიღებს და ამიტომ ფსიქოლოგიურად აიყვანონ თავი ხელში და იფიქრონ იმაზე, რომ მომავალში იმას უნდა ყავდეს ძლიერი დედა. პირველ რიგში, რომ შვილიც იყოს ძლიერი. თუ დედა კარგად არ იქნება, სხვანაირად გვერდში რა უდგას სხვანაირად. კი, შვილიც ვერ იქნება კარგად და მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. სპექტრი განაჩენი არ არის. ისინი დიდი საზოგადოების ნაწილი არიან. მადლობა მოგდანება, კარგად.